Kutaisi ახალი პარლამენტის გახსნამდე ამ დრომდე მიმდინარეობს ბოლო დეტალების დაზუსტება და ექსტერიერის მოწყობა 26 მაისს ახალი პარლამენტი დეპუტატებს პირველად მიიღებს, სადაც პირველი რიგგარეშე სხდომა გაიმართება. პარლამენტის სრული შემშენებლობა კი ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს. ჩემი კოლეგა ეკა სოსელია მუშაობს ამჟამად ქუთაისში და ის ახლა ქრონიკის პირდაპირ ეთერში მოგვიყვება თუ როგორ ემზადება ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოს გახსნისათვის. ეკა გისმენთ. Ლაშა თქვენ ალბათ კადრშიც ხედავთ რომ ქუთაისში ამ დრომდე გრძელდება სამზადისი, უკვე შეიძლება ითქვას რომ ძალიან ცოტა დრო არასრული ორი დღე რჩება მანამ სანამ აი ამ ახალაშენებულმა პარლამენტმა დეპუტატები პირველად უნდა მიიღოს და პირველი სხდომა სწორედ 26 მაისს უნდა გაიმართოს. უკვე დასრულებული არის შენობის ფასადი, შესასვლელი და სასესიო დარბაზი, სრულად კი პარლამენტი ფუნქციონირებას უკვე ოქტომბრის თვიდან დაიწყებს. ამ წუთებში სრული დატვირთვით მიმდინარეობს მშენებლობა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარეობს ექსტერიერის მოწყობა, გამწვანება მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, აქ არის ხელოვნური ტბა, რომელიც წყლით ამ წუთებში ივსება და ამას გარდა კიდევ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებული არის სპეციალური სცენა იმისთვის, რომ 26 მაისს გაიმართოს კონცერტი და ამ წუთებში ხდება მისი ტექნიკური გადამოწმება. დღეს აქ იმყოფებოდა რეგიონული განვითარების მინისტრი, ასევე ქუთაისის მერი, რომლებმაც ადგილზევე დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები. Ვემზადებით აღლუმისთვის ყველა ერთად და ხდება ამ ბაღის მოწესრიგება, რომელიც აკავშირებს მთავრობის სახლს და პარლამენტს ამ შემთხვევაში. ტბის ავსება წყლით დავასრულეთ და დავიწყეთ, ყველა ბილიკი დასრულებული იქნება, თვითონ გამწვანებული იქნება ეს პერიმეტრი და თავისთავად დამონტაჟდება განათებები და კომუნიკაციები აბსოლუტურად ყველაფერი. ესე იგი, ხვალე რეალურად ყველაფერი დასრულებული იქნება ულამაზესი ცენტრი, არა მარტო ქუთაისში, არამედ ზოგადად საქართველოში. ფასადი უკვე დასრულებულია სხდომათა დარბაზი, სადაც 26-ში გაიმართება პარლამენტის სხდომა, დასრულებულია ჰოლი, საიდანაც შევლენ სტუმრები. კეთილი მოეწყო მიმდებარე ტერიტორია, თქვენ უყურებთ, რომ სამ შენობის ფასადი არის მოწესრიგებული, პრაქტიკულად ახალი გამზირი დაიგო, რომელიც იმ დღეს მოქალაქეებსა და მოსული სტუმრების კომფორტულად გადაადგილების წინაპირობა იქნება, დაცული იქნება უსაფრთხოებისა და მოქალაქეების შეძლების დაგვალად კომფორტულად გადაადგილების ომები. რაც შეეხება დღის წესრიგს 26 მაისისთვის დღის პირველ ნახევარში ახალ პარლამენტში გაიმართება პირველი სესია, ამის შემდეგ კი პირველად ქუთაისში უკვე 26 მაისს სამხედრო აღლუმი დაიწყება. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან ეკა სოსელია საუბრობდა ეთერში ქუთაისის სამხედრო აღლუმისთვის ემზადება, როგორც უკვე მოისმენთ